თქვენი აზრით თქვენ შეძლებთ რომ გქონდეთ ურთიერთობა? ხვალ მივფრინო. ოი დედა. რა სამოდიხარ დაიმედები გაგვიმყარეთ გიდის გოგო ხვალ. ზურგში გაიმართეთ პირველი პაემანი გაქვთ ცოტა პატივი ეცით მეორე ადამიანს. პირველ რიგში ძალიან ლამაზი ხართ. და თქვენი ღიმილი ძალიან პოზიტიური არის და გადამდები. ეს კლასიკური ვითომ ევროპელა ბიჭი არ შემილია რა. ლამაზ თვალება კარგ ჩაცმული ბიჭი ხარ. ძალიან ცუდია. თვითონ ყოფილა სტერო. ანუ ზივარ აქ და ვინმე გამოდი. ანუ ეს არის დაბნეული ბიჭის სინდრომი. უნდა, მაგრამ ვერ ბედავს. დავაი დავარქოთ ეგრე დაბნეული ბიჭის სინდრომი. მე მოწყვეტ შემდეგ ჭკვიანი გოგოები. ვა, ხედავ შენ. ძალიან კაი ვარიანტია. მგონი ჩემეთქოს უღაც სხვა უნდა იჩნდეს. გამოდი რა, ვიცი რა გინდა. პატარა პაემანი მოგვიწყვე. გამოდი. 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 აგვინც რა. ამა ხვალ? ამოდი ამა. აჰა, შენ მიკროფონი. სახელი გითხარი? ირაკლი, შენ ფორმატი იცი თუ მაინც მოდი ყველას გავაცნოთ ახლა აქ რა მოხდება დაახლოებით. აზე არა ვარ. ძალიან კაი აზე რო არ ხარ. მე მინდა რომ ჯერ შენ რამოდენიმე კითხვა დაგისვა. ამ კითხვებიდან გამომდინარე, შენ რა პასუხებს გამცემ. მინდა რომ დარბაზში იქნებ ვინმე ლამაზი გოგო გიპოვან, ბიჭი შენ უნდა მითხრა. როგორ საჭირო? გოგო. No disrespect. რა თქმა უნდა. ერთი მითხარი რა გიშვის ხოლმე ყველაზე მეტად სიყვარულში ხელს? ძალიან მინდა რომ ჩემნაირი მედია ინტექი კონდეს. იმას. რა გინდა? ანუ კომიქსები მიყვარს არაუდინალურად ბევრი უცხელნებას და ჩემნაირად მინდა რომ იყოს. კომიქსები, ნუ ცოტა რთულია, მაგრამ რამეს ვიზავთ. რას ეძებ კიდე კომიქსების გარდა? უბრალოდ წესიერ საინტერესო ადამიანს. მაგრამ როგორც ხვდები, შენ ფიქრობ, რომ პრობლემა სხვებშია და არა შენში. არა, ჩემშიც დიდი ალბათობით არის, მაგრამ ნუ შეიძლება არასწორ ადამიანს ვირჩევ. შენი თავის ერთი green flag-ი მითხარი, რა გაქვს, კაი და საამბო. ყურადღებიანი ვარ ძალიან. ოი, რა კაია, და ბევრი ყურადღებიანი ბიჭი იყოს. პატარა წითელი ფლეგი, რასაც იტყოდი და არ გცხვენია, არა საჭირო გაფაქტო ეხა თავი ბოლომდე. ხალხში დიდად ყოფნა არ მიყვარს. მინდა სულ სადმე ჩაკეტილ. ვინმე ყავს, ვინც იკაკოს ემეგობრებოდა? ერთი ადამიანი ყავს. იკაკოთა შენი ტაიპი არის ეს? რა კაც მიყვარხარ, მაგრამ არა. ერთი გოგო იქ ვიცი რომ იმალება და არ მომწონს ეგ ამბავი. ამოიხედა ლამაზო, ვინ ხარ? გამოდი რა, ვიცი რა გინდა, პატარა პაემანი მოგვიწყვე. გამოდი. აი შენ მიკროფონი. პირველი ნაწილი პაემნის უკვე კარგად არის. ხელი ჩამოართვეს. ჩემი აზრით ერთი შენიშვნა იქნებოდა რომ სკამი უნდა გამოგეწია. ბოდიში ვერ მოვასწარე. შემდეგში იყოს. კი. ეს კლასიკური ვითომ ევროპელა ბიჭი არ შემილია რა. გაგვიცანი? ანასტასია კიკნაძე 21 წლის. ლამაზი გოგო. რაიმე კითხვა გაქვს იკაკოსთან? რა საქმიანობ? ფოტოგრაფი ვარ. გამომეჩ. მეც. ჩანიშნეთ საერთოდ. თავარი ჩემი საქმე მაინც რეჟისურაა, ამიტომ ამ მომენტში პროსტა ცოტა ხანი. აი ეს უკვე კაი დასაწყისია. ჩემი აზრით ახლა მე როგორც ექსპერტი ზურგში გაიმართეთ პირველი პაემანი გაქვთ ცოტა პატივი ეცით მეორე ადამიანს მადლობა. ხარი როდის დაიწყო პირველად ფოტოგრაფია და როდის დაიწყო პირველად ფოტოგრაფია? ჩემმა ლექტორმა რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე ფოტოგრაფიის ლექციები მქონდა და ნუ ლექტორმა ძალიან შემაყვარა ეგ საქმე და დავიწყებ გადაღება, მაგრამ ოფიციალურად გადავიღე იტალიაში წელს და იმის მერე პროსტა კარგი პასუხია, ერთ შენიშვნას მივცემდი როგორც ექიმი, აი კონტაქტი მაკლია რა. კარგით ბოდიში თქვა ბატონო. ცოტა შეხვდები. იტალიაში რა საქმიანობ? მამაჩემმა გადაწყვიტა რომ ჩვენი მამაჩცოლი მოყავს, თუ ნახავს მაჩხო. ილოცავთ. და ნუ ამ ცოლმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს რომ ოჯახმა მივეჩვიოთ ერთმანეთ სიტუაციაზე და გადაწყვიტეს ტური მოაწყეს სორენტო, პოზიტანო, ამალფი და კიდევ ცოტა. გამოიარეთ რომში მე ჩემთანაც რა. და შენ იტალიასთან რა გაკავშირებს?
მე იტალიაში მოღვაწეობ ჯერჯერობით მან ვსწავლობ. აი ეს შემთხვევით როგორ დავაგდა თუ მჯეროდეს. ხედავთ, მაყარებ ორ ადამიანს თავს. შენც მოდი ხარ ესე იგი? დიდი ალბათობით მომიწევს. მაგრამ ნუ ჩემი მე რო შემეძლოს ტურინში გადავიდროს საცხოვრებლად მთელი ჩემი ცხოვრება. ნუ უკვე კაია ისწავლე იკაკოსგან ეგრევე ცნუფა ანასტასია ცნუფ დამდგა. კაი მომეწონა. იკაკოში ყველაზე მეტად ახლა რა თვისება მოგეწონა. ფოტოგრაფობა რა თქმა უნდა. მაგის გარდა რა საქმიანობ? ბას უკრავ, მღერი ვარ, მაგრამ ნუ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი სიმღერა. კიდე რა შვები, რა ვარჯიშობ. ძერწავ. რა გაქვს გამოძერწილი? პლასტელინებს თუ თიხას? გამოფენერა. პლასტელინებს თუ თიხას? არა, თიხას. ბავშვობაში გამოფენაც ჰქონდა და ეხლა პროსტა დავიწყე იმის ვაზების და რაღაცების დერწვა. კიდე რა შვები. იცი რა მითხარი? აი საჭმელს ვაკეთებ. სამზარეულოს ჩემთან არ შემოდიხარ. შენ მანდ მე ვარ ბოსი. უკვე როლების განაწილდა ურთიერთობის ხო ჩახ თქვენ? რა არის შენი love language? Touching. მისაურ touchy-feely ვარ. ეგ ჩემი least favorite. დაწუნებული გეტყობ. შენი love language რა არის? Gift giving. Gift giving, ანუ All the way. მე ძალიან ცუდი ვარ მაგაში. აი, ვერაფრით ვერ ფიქრობ რა ვაჩუქო ადამიანს. იმდენად რომ მამაჩევს, დედაჩევს მაიკები გავკეთო ჩვენი სურათები და ვაჩუქო. და ეგ ძალიან მაგარია, ეგ კაი იდეა, მაგრამ მეორე წელია. ეგ არაფერი დავიტანთ. აბა ამ 3-4 წუთში თქვენი აზრით თქვენ შეძლებთ რომ გქონდეთ ურთიერთობა? რა დაინახეთ? რამდენი საერთო ქონიათ ახლა უკვე ნახე? რავი, შეიძლება მე. შეიძლება. დავალება რომ აქცეთ შეასრულებთ? 64 საათში რომელიმეს მიწერთ? ჰეი, როგორ ხარ? ხვალ მივფრინო. ოი, დედა. რა სამოდიხარ და იმედები გაგვიმყარეთ მიდის გოგო ხვალ. სად მიდიხარ შენ? იტალიაში. აკერ ქორწილი აქვს და ჯამოვლენ და იქნებ იტალიაში მაინც გადაიკვეთ. ქორწილია აქ არის, გინეკოლოგები არიან ორივე. ეგეც ამბავია. მაშინ საინტერესო იმაზე ცოტა ადრე საინტერესო კორპორატიულ წავიყვანდი კოსტუმებით. ანუ საღამოს ბოლომდეა თქვენი სიყვარულის ვადა? ეგ არაფერი. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან კარგები იყავით. ტაში ამერწყილ. შენ დარჩი ცოტა ხანი. შენ წადი ცოტა ხანი. როგორც ხედავთ, ჩვენ სკნუფა ხვალ მიფრინავს. მადლობა იკაკო. სკნუფა, შენ მითხარი შენი red flag-ები და green flag-ები ზოგადად ურთიერთობებში. ჩემი red flag-ები. ჩავიწერო. აი green flag-ებით დავიწყებ since. კაია. ყურადღებიანი ვარ მეც ძალიან. ეს რაღაც ახალი ტრენდია? კაი, red flag-ები არის. შეგლია ზედაპირულიც იყო, აქ ყველას კიდია. ეგრეთ წოდებული ცოტა ისტერიჩკა ვარ. მსმენი. რა მომენტებში ისახება შენი ისტერიჩკობა? მინიმალ აი ვერ ვარ ყოფილი. ცოტა ისტერიჩკა ვარ. მაინც უყვარ. ერთი ორი ჭიქით მეცვავ ხოლმე, ვიდრე საჭიროა როგორც ჩანს. No comment. და შენთვის აი რა შენი იდეალური dinner date celebrity-ები გამიძრე ვინ გაგისტორდებოდა ყველაზე მეტად? დენის როდმანი კაი ხო? არ მინდა და მაგ კალორიუთელი ყავს დარბაზში? შენ ყველაფერი ხარ. ძმა ხატავს, წერს და ახლა თუ შეიყვანეს, მაღალი კი ხარ. კიდე? ბიჭებო. არ ხარ შენ მაღალი ბიჭი ხარ. ამა გაიცანი ცხრუპა, მეორე კადრი ყავს. აი, ინებეთ ბატონო. გაგაცნობთ რას ვიზავთ. მიდი აბა გაგვეცანი. გამარჯობა. საღამო მშვიდობის. მე დამცხადა უნდა გავიხატო. ეს მე რო შემოვედი ალბათ მაგით. ბადრი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. სასიამოვნო. ვარ მსახიობი. უიდეთ. Red flag-ის კითხვა გამოვტოვეთ. გამოვტოვეთ. ერთი green flag-ი. ვცდილობ ყოველდღე რომ უკეთესი ვიყო. რა ქცევა არ გიყვარს ყველაზე მეტად პაემანზე? აი რაც მოქსვლია. აი წეროები რო არ ხუმრო.
ამაზე ყველაზე ძალიან რა არ მომწონს. თვითონ ყოფილა ეს წერო. ალბათ სიღრმისეული საუბრები როცა არ უნდათ ხოლმე. აი ზედაპირულად რო ეკიდებიან, რაც პირველ პაემანს. რას ფიქრობთ? მე პირველ დეიზე ზედაპირული საუბრები ბევრად მირჩენია. საინტერესოა. კარგი მეჩი ვართ აშკარა. თქვენ გატყობილები დატოვებთ აქაურობას. იცი რა არის? თუ შეიძლება პაემანზე მიხვიდე და ერთი ინტერესი კონდეს, მაგრამ ლაპარაკში მოგინდეს, რომ სიღრმისეულად გაიცნო და. კაია, მაგრამ მაინც არ ვისურვებდი, მაგრამ კაია იყოს. იყოს მაგრამ არ ვისურვებდი. მოდი იცი რა ვქნათ, რაღაც ცოტა დაძაბულები მეჩვენებით, ეს არა. ისა კომპლიმენტი გავუკეთეთ ერთმანეთს რამე. პირველ რიგში ძალიან ლამაზი ხართ და თქვენი ღიმილი ძალიან პოზიტიური არის და გადამდები. ვაუ! დიდი მადლობა. ესეთი ბიჭები არ დაელიოს ამ ქვეყანას. აბა შენი ჯერია. ლამაზ თვალება კარგ ჩაცმული ბიჭი ხარ. დიდი მადლობა. მადლობა. ეგეთი გაგბოლოს რა დის გაგიგია ეგ. პირველად. ანუ არა მეორედ, ერთხელ ოღონდ ჩემთან ჩავუწერე და გავამეორე. ესე ჯობდა. თქვენ ასიცავთ, აბა ნახავდით კიდე ერთმანეთს? თუ მეგობრები რჩებით. ეგეც არაა პრობლემა. ჩვენი გადაცემა და ჩვენი საღამო დღეს იმაზეა, რომ ექსპერიმენტია რა. მე ჩემი მიზანი არ არის, რომ ეგ წყვილად გაგიშვათ. მაგრამ კარი სანამ ჩაკეტილია 1-4 წვილი თუ არა, ისე არ გახვალ. კარი ჩაკეტეთ? კარი ჩაკეტილია 5 წვილი, 6 წვილი იდეალურად სანამ არ იქნებით, აქ ხართ, ამიტომაც დაეწებეთ მაგიმებს, კამებს თუ რაზეც ხართ და თუ მომავალს არ ხედავ როგორც შეყვარებულს, იმეგობრებდით მაინც? აუცილებლად მეგობრები ვიქნებით. ძალიან მომეწონა როგორც ადამიანი და იმედი მაქვს თქვენს მოგეწონეთ და ვიმეგობრებთ აუცილებლად. აუცილებლად. შენიც როგორი ხარ? ჩემი დიაგნოზი ესეთია, აი თავიდანო ძალიან ტკბილები და ნაზები არიან და მე რას მყურებ ჩემ ნოუთებს? ექიმი. რატო შემაგინე? პროფესიონალი ვარ. თავიდანო ტკბილები არიან და მე ბოი რო იჩითება. არის ამაში რამე სიმართლე? არა. არა? სიტყვაზე ენდეთ კაც. რჩევები მომდის რომ არა ვთქვა. არა, მაგრამ მართლა არ არის ეგრე, მართლა არ არის. ხოჭა, ძალიან დიდი მადლობა ორივეს. ტაში დავაკარგო. თქნობას ორი პაემანი გაიჭირა. კაი, ხო ხედავთ, არ ყოფილა საშიში, არავინ აქ არ იკვინება პირიქით, ანუ ვისაც გეძახით, შენ თუ გინდა დარჩი იყავით ცოტა ხანი იქნება ვინმე გიპოვოთ. გინდათ რომ დავრჩა? დარჩი. გაგოებო, აგერ ბადრი, ესეთი ბიჭი. არავის არ გინდა დავიჯერო ამოსვლა. კამერაზე არ ჩანს, მაგრამ აი ძალიან ბევრ ხელს ვხედავ და უბრალოდ არჩევა მიჭირს. უბრალოდ მოდით რა, აქ ცუდი პონტი კი არ გელოდებათ, საინტერესო პონტი გელოდებათ. აი ერთი გოგო იღიმის. ბიჭზე არის. მოდი იცი. მე როგორც მოვხდი, მეგობრებით შეიძლება აქ რო გავიჩინოთ, ამიტომ იცი რა არის, პრაქტიკის ამბავია, პაემანზე ვარჯიში არაწყენ და არავის არა. მობრძანდით. რაზე მეგობრები? აბა მოდი იმეგობრე თუ გინდა, ჰა. სათხიობი სცენაზე უყართ ორივეს ამოსვლეთ, ეგრე დარასკლოთ. მე ამომიყვანეს. მე ცოტა ხანი გავჩუნდები, თქვენ შებერეთ, აბა. ესე პირდაპირ. შენ ხარ რა ქვია? რავი, აშკარად მეჩი დაგმეჩო. დიაგნოზოთ და ასევე ხელი შეგიწყოთ და რა ვიცი თქვენ თუ ერთ რომელიმე ცოტა აქეთ იხრებით გადაიხარეთ რა ვიცი აბა მე მგონი არცად არ ვიხრებით მაგრამ ფოტოგრაფი არის მე მსახიობი და აქ აშკარად რეჟისორი დაჟე რეჟისორი ქიმია იგრძნობა აშკარად აქ ცოტა ეგოს პრობლემები ვიგრძენი ორივე მხრიდან მესამე დამგზნო ვაუ იცი რა Don't say that თქვენ ეხლა მართლა უნდა იმეგობროთ? აი აკოცეთ მაინც ლოყაზე რომელიმე რომ No ძალიან ძლიერად ხელს ჩამოვართმევ თუ კი პატარა მაგრამ ხმამაღალი red flag-ი რა არის გოგოებში აი მაშინ აი bro-hood-ი ვიცი აი ყველა ბიჭები არიან დღეს მოსულები იწუწუნეთ მაინც ცოტა ამ გოგოებს აუ რა არის იცი აი არ მევასება რომ გოგო მეთამაშება ხო და რა ამხრივ იცი აი ჯერ რაღაცა აი ხოთებ ამათი ძალიან ის რო არის რა ვიღაცამ გული გაუტეხეთ ძალიან ბევრი განაგძე თამაშ ლავაშიო ანუ რა არის იცი მირჩევნია რომ straight forward იყოს ადამიანი თუ გინდა მეგობრობაში თუ გინდა იმაში ვიდრე ანუ ეს პირდაპირ გინდათ რომ გითხრან ყველაფერი? კი
ძალიან პირდაპირი ადამიანი. რომანტიკა აქვს რო იკარგება, იცი რა არა არის? პირიქით. კაი, blind date-ზე გირჩევნია რომ გახვიდე და საერთოდ არ იცნობდე თუ აი სადღაც ვიღაცა მეგობარმა გაგაცნო და blind date-ი вообще არ ვიცნობ, თავიდან ბოლომდე შევიცნო ადამიანი. ოღონდ თან პირდაპირ რო იყოს ყველაფერზე. არა, ნუ ხოთებია, ნუ რაღაცა მომენტში просто ისადა მიწყოს რა ქვია. ეგეთ მომენტში მე რო შენ date ვიყო, შევუკვეთავდი აი ესპრესოს და როგორც კიდე და გავიქცეოდი. და დაგიტოვებდა checks. მე მაგ ძალიან პრობლემა, ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. რამდენად კივნეულიც და ისა და მირჩევნია რომ ეგეთი ადამიანი იყოს თვითონაც. ეგ მნიშვნელოვანია. იცი რა არის? ბროუჰუდშიც არის რაღაც სილამაზე და მადლობა დიდი ამოსვლისთვის. შემდეგი. მეც მეპატიება რა. მოგინდოდა ხელი ნახვა. მინდოდა, მე მინდოდა რომ შეყვარებულები გამეჩით აქ და ყველა გოგო მორიდებულია. გოგოებო, მოიხოდეთ რა. ვიღაცა ხელს იწევს, ამოდი. კაი ბიჭი ხარ. თქვენი სახელი? ილია. მითხარი მომიყევი შენზე რა გაწუხებს? რა არის შენი? წუხილით არაფერი. წუხილით არაფერი. შეყვარებული არ გყავს? არა. ბოლოს შოდის გყავდა? არ ყოლია. არასდროს. აბა, ჩაშალე შენი აზრით აშია საქმე. შენი ინიციატივით თუ? მე მოწონს შემდეგ ჭკვიანი გოგოები. ეკა. და არცე ბევრი არის. სამწუხარო. ეგეც მართალია. ანუ როგორც ესეთი ტიპი არ მყავს რა. ტიპი არ ყავს ელემენტი. ადამიანს რო გავიცნო, მაგის შემდეგ შეიძლება მომეწონოს სტრეს ანამ გავიცნო. ამიტომაც ეგრე არ არის. ოკეი, და ისე ყოფილა რომ ქრაში ყოლია, პაემანზე დაგიპატიჟებია? კი. და აი პაემანზე რა ხდება ხოლმე შეყვარებულობამდე რა გიშლის ხელს ხოლმე? ანუ სულ ერთხელ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. და ეგეც ექსთან დაბრუნდა, ამიტომაც არ მგონია ჩემი პრობლემა ყოფილიყო რამე. რა ვერ გავიგე? ექსთან დაბრუნდა. ექსთან დაბრუნდა, ბიჭი. და არ მგონია ჩემი პრობლემა ყოფილიყო მან. არ არის ეგ შენი პრობლემა, იმ გოგოს პრობლემა ყოფილა და ეს ექსი ვინ არის საერთოდ მოიყვანეთ არ ვიცი. ეს რთული დიაგნოზია, ეს არის კლასიკური კაცი რომანტიკა, რომელსაც გოგოების სირთულეები და სისასტიკე, აი ისტორიჩკა იყო ვიღაცა ამოსული, ისტორიჩკობის ბრალია. რა რჩევა უნდა მოგცეთ, აბა ვინმე შეყვარებული ვისაც ყავთ? ხართ ეგეთები დამენახეთ, აბა? ამოდი, აბა რჩევები მივცეთ ბიჭს, როგორც შეყვარებულებიან ადამიანებს. სტაში დაუკარით. გამარჯობა, თქვენი სახელი? ანა ჯაფარიძე 22 წლის. სასიამოვნოა, ანა. შენი აზრით რა რჩევა შეგვიძლია რომ მივცეთ? მეც მთელი ცხოვრება რაღაც ეგრე ვიყავი და აი ბოლოს რაღაცნაირად მოხდა რომ უკვე აღარ ვარ ეგრე და არ ვიცი რამდენად გავაჩვენე. მისაღები რჩევაა. იცი რა, დიდი ნაწილი ალბათ ამ ყველაფრის შემთხვევითობაა რა. ეძებ შენ აქტიურად ახლა პარტნიორს? ამ მომენტში არა. ხო და კაია ეგ იმიტომ რომ აი არის ხოლმე მომენტები რომ ეძებ და უყურებ და გინდა რომ ვიღაც იყოს და არ არის და ჩემ შემთხვევაში ძალიან შემთხვევით მოხდა ეგრე და უცებ და მოულოდნელად და მგონი ჯობია რომ ეგრე იყოს რაღაც ჩემ თავს დაუთმოდრო და მე ისიც თავისით ყოფილა. შენ სად გაიჩანი შენ შეყვარებული თუ საიდუმლო არ არის? მე გავიცანი ტინდერი ჩემი შეყვარებული. ძალიან კარგია, ტინდერი საქართველოში. ხო. ვის გაქვთ ტინდერი ახლა ტელეფონში? ტაში დაუგარეთ. ვის გქონიათ ტინდერი ოდესმე? ტინდერის ისტორია შენ არ ქონია არც ერთხელ? ერთხელ ჩავიწერე, ვოლთ საღადაოდ ესე ვთქვათ. და გავუშვი ორივე სქესე რა. ხო. კამპუსზე ცხოვრობდი და გავუშვი ორივე სქესე. 99% ამოვიდა ბიჭები. წავშალე ეგრევე. ანუ ბიჭები უფრო აქტიურად ხმარობენ. სამწუხაროდ. და ტინდერზე რამე საინტერესო თავგადასავალი გადაგხდენია ბოდიში? არა, ძალიან ძირსად ძალიან ცოტა კარგი ვარიანტი არის ბიჭების. ხშირ შემთხვევაში ყველა რაღაც ნუ აი ერთნაირ რაღაცას ეძებს და არაფერს სერიოზულს და აი რა არის მაშინ იდეალური ტინდერ პროფაილი დავხაზოთ, აბა? მე მქონია Hinge პროფილი მეგობრებო და თურმე ყველაზე ანუ რაღაც ფოტოებია, იპრუწები, იპრანჭები, ყველას კიდია ერთი ფოტო მქონდა, ვიდეოდან იყო სკრინშოტი.
მიწაზე აწევას, აჯიმანიას ვაკეთებ, მოკლედ თავზე მაგ ბოთლი და ყველაზე engagement და აქტუალური პოსტი ეგ არის და მაგაზე შემოდიოდა ყველაზე ბევრი მესიჯი ხა. მე რამდენად გავედი ამ დეითებზე, ეგ უკვე ისეთი ამბავია, ძირითადად არ გინდება ხოლმე ისეთი ტიპები გწერენ ხოლმე, მაგრამ სასაცილოება დასაფასებელია როგორც ჩანს და დიდად არ აინტერესებთ ეს სექსუალური რაღაცეები, ანუ ყველა ისეთი გბოიც არ ყოფილა იქ. ყველა არა, კიდე მქონია შემთხვევა, რომ სხვა იყო ფოტოზე და სხვა დამხვდა და რაღაც მომენტში გავიქეცი, იმიტომ რომ აი მანდარი სრულიად სხვა ადამიანი იყო და მე რა ცოტა შიში გამიჩნდა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი catfish ადამიანი არსებობს. არიან. ეგ არაფერი, შენ დაგიბრუნდეთ მოდი აბა. ერთი ის მითხარი იდეალური პაემანის საღამო რა გექნებოდა, იქნებ ეკრანიდან ვინმე ჭკვიანი გოგო გიპოვოთ რომ გამოყვეს. გააჩნია გოგოს. ანუ შეიძლება წავიდეთ კარტინგებზე, შეიძლება წავიდეთ ვახშამზე. განაგრძე. შეიძლება წავიდეთ საჯირითოდ. საჯირითოდო? დიახ. ეს ნახე, ვინმე ჯირითის დეიცი ყართ ნამყოფი? ეგეთი არაფერი არ რამაგა. ორიგინალო. ძალიან ორიგინალურია. აგერ კაცი რა იგებს დავასობთ გაყევით. ყოჩაღრა. ვიღაცა მოდის ნახე, ვიღაცები ამბობენ მოვდივართ. შენი მეგობრები არიან? რა თქმა უნდა. კიდე რამ რჩევა გაქვს? არა, ცოტა მეტი მინდა რომ მოყვე შენც. მიდი. ძალიან ისე ზოგადად ლაპარაკობდე. კარგი. ვითომ არ ყავს შეყვარებული ანას, იქნება ჩვენ გადაცემაში არის ნაწილი ტრენინგის, დეითის ტრენინგი. აი, რა მოგიყვა ჩემზე. აი, ეხა დაჯექით ამ მაგიდასთან, თვალე. რამდენი წლის ხარ? 21-ის. 21. დიდი არაფერი ჩემზე. ამჟამად ვარ ლექტორი, ესე ვთქვათ. ვასწავლი ბავშვებს პროგრამირებას. ეს პროგრამირებას? დიახ. ვარჯიშობ თვეში მინიმუმ 25 ჯერ, 20-25 ჯერ. დამოკიდებული არ ისე ვთქვათ. ეს რა მაგარი. და ვარ ძალიან ზედმეტად ყურადღებიანი, ესე ვთქვათ. და მიყვარს სიურპრიზები. ვაუ. გონ ეს სადმე წაიკითხე დაიზეპირე თუ ისწავლე. სანამ მოვიდოდი სარკეში ვარჯიშობდი რა. ვაუ, ხედავ შენ. ძალიან კაი ვარიანტია, მგონი შემოდგელს უღაც სხვა უნდა იჭდეს. გოგოებო. თვალებში ეთყობა ყველაფერი. ვინმე არ ხარ დაინტერესებული გოგოებო? ბიჭებო? შენ წადი შეყვარებულიანო? მადლობა ძალიან დიდი რჩევებზე დაგჭირდები კიდე. შენ რა გიყოთ აბა? ეგ არ არის ეგ შენ უნდა მოიფიქრო. ეგ მე უნდა მოვიფიქრო. ჩემი მოფიქრებული ის არის, რომ ეხლა კამერაში 3 კამერაა. პატარა რეზუმე შენი თავის და იდეალური დეითი ჩაუნიშნე და ვიცი რომ მოგწერენ. დღე თქვი თარიღი და გოგოზე დამოკიდებული დეითი კი არა, შენ ყველაზე მეტად რაც გესიამოვნებოდა. ისეთი კონკრეტული არაფერი. უბრალოდ ჩემი ერთადერთი დეითი რომელსაც არ წავიდოდი პირველ დეითზე არის კინო. იმიტომ რომ ვერც ისაუბრებთ, ვერც ვერაფერი. მართალია. უბრალოდ იჯდებით. ყველაზე საშინელი დეითი რაც შეიძლება მოიფიქრო. დანარჩენი ყველაფერთვის გახსნილი ვარ, მზად ვარ. და შეგიძლიათ მომწეროთ ტელეგრამზე. შენი ერთი უთხარი თუ არ გერიდება. ინსტაგრამზე რომ მოგწონო. ილია გიკაშვილი ჩაწერს და ილია გიკაშვილი, ძალიან დიდი მადლობა ილია. ოქრო ბიჭი ხარ, ვიცი რა, პაემანი რო გექნება დამაწევი მედია. მოგიყვები ამებს მე. ჯეგარი ხარ. და მე იცით რა არ მომწონს? მე მინდოდა რომ აქ ბევრი გოგოები ყოფილიყავით და იმიტომ რომ ეხა ხელი აწეთ რა იცით რამდენი ბიჭია, კამერები ხედავენ რამდენი ბიჭია, 80% ბიჭები არიან და ვინმე ბიჭს ხო არ უნდა ამოსვლა და ბედის დატესტვა. სალამი. მითხარი რა ის გაქვს სიმპტომები. მასთან დაიჭი. სიყვარულის სიმპტომები. თუ გინდა პულს სიყვარულს გააჩნია სიმპტომები? ფილოსოფოს სიყვარს. შენ ბოლოს პაემანზე როდის იყავი აბა? დაახლოებით 3 კვირის წინ. რავი, ეხლა თუ ერთად ხართ თუ it's complicated თუ როგორი ამბავია? არა, ერთად არ ვართ. რატო? არ ვიცი. ეგ რო ვიცოდე, ალბათ ვიღაცასთან მაინც ვიქნებოდა ეხაც. ანუ ეს არის დაბნეული ბიჭის სინდრომი. უნდა, მაგრამ ვერ ბედავს. დავაი დავარქოთ ეგრე, დაბნეული ბიჭის სინდრომი. რა არის შენი იდეალური მეორე ნახევარი? რა არის ყველაზე 3 თვისება, რაც აუცილებლად უნდა კონდეს? 3 თვისებას ვერ გეტყვი, მაგრამ იდეალურ ნახევრად მიმაჩნია ადამიანი, ვინც გამოყვება ყველაფერში.
ამავდროულად მეც რო გავყვები ყველაფერში. სპონტანურობა. ეგ მიმაჩნია იდეალურ ნახევრად და მაგას რა თვისებები ჭირდება, ეგ ნახდათ არ ვიცი. გოგოს მხრიდან არ ვიცი და ჩემი მხრიდან ვიცი რა თვისებები ჭირდება. რა ჭირდება შენი ასეთ ქალს? და რაღაც მომენტში ქალს არ ვიცი. გოგო? ჩემი განმოსახედიდან მიტყვის სამ თვისებას რა კითხოს და შენ რა გაქვს კარგი შესათავაზებელი? მე გულწრფელობა ყველაზე მთავარი რაც არის. გულწრფელობა. სულ ეგ ახარ? ძალიან ცოტა. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და მაშინ სულ ეგ არ ვყოფიო. არ ვიცი. არ ქონია შენ ბევრი სადიაგნოზო. მგონია რომ კარგი გულწრფელი ბიჭი ხარ. ცოტა რაღაცას კი მგონია რომ მატყუებ, აი ცოტა ისეთი თვალები გაქვს, მაგრამ დაგიჯერებ. კი ვინმე არის ვინც აქ მოგწონს? აი ვიღაცა მიკარნახა, პროსტა ვერ ვხედავ. აბა საით? კაი, აი ამ გოგოს ვიტყვე. ერთი გოგო. არა, უბრალოდაც შეგიძლია გამოხვიდე, მე შევა მომწონე სამხრივ ამ მომენტში, მაგრამ შენ შეგიძლია გამოხვიდე. ხო, არ უნდა ამ გოგოს ამოსვლა. ეგეც არა პრობლემა, მაგრამ აი, მოდი, მაშინ აი იმ გოგოს ვიტყვი. აი, მოდი რა, შენ. მოდი რა. ნახე რა გაიხედა, უკა გაიხედა არ მინდა. შენ მოეწონე, არა მოხვალ? ძალიან ცუდი. ციცი რა, სიყვარულიც რთულია, მეგობრებო, ჭირდება. შენ პროსტა წარმოგიდგენი, აი, აქ რო ვზივარ და გოგოს რო ვერ ვეძებ და არასწორ ვიღაცას რო დავადე ხელი, ონლაინ ქსელში რაღა უნდა ხდებოდა. იცი რა? ანუ ვზივარ აქ და ვინმე გამოდი. აუ რა ვქნა? დაგვინძრა. იცი რა? კი არ დაგვენძრა, ეს არის მაგალითი ერთი რაღაცისა, რომ არ უნდა დანებდე. ეხლა შენ მიდი კამერაში უტყარი 3 სიტყვა, ან 3 რაღაც თვისება შენ თავში, რაც იმ გოგოებს კამერიდან რო უყურებენ, შენ ინსტაგრამზე გადმოიყვანს. კამერაში იმას ვიტყვი, რომ რაღაც რო გინდათ მომენტში გააკეთოთ, გააკეთეთ. რა კარგი ხარ, ხოჭა. წარმატებები. დეითი ვერ გიშავა, მაგრამ კარხასიაძე დაგვაყვანე ყველა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. იმედია ამ საღამოს, ეხა გეუბნები კარებს კეტავ, არავის არ გიშვებ თუ დეითოთ, ვინმე იპოვე. აი ეს გოგო გეპრანჭებოდა აშკარად, მაგრამ მოერიდა სცენაზე ამოსვლა, მე რა გამოერთ, მე რა კეთო და განახებ. შენ იმედზე ვარ მაშინ. აი, შკვირდა. ამომართო. მადლობა ძალიან დიდი. ესეთია ცხოვრება რა, აი სკრიპტებს არ მივყვებით რა, არა გვაქვს სკრიპტები, არც აი რა გითხარით რა ამ ქართულ გოგოებს, რა ტყუილა კი არ წუწუნებენ ეს ბიჭები რა, მართლა, აი ესეთი კაი ლამაზი ბიჭი იყო, რატო არა მოდიხარ, თაჭკვიანი, პიცინა ხო საერთოდ, განათლებული ისეთი გოგო მჭირდებაო და იწუნებენ რა.